მატარებელი 9:33 წუთზე მოდის. შვენიერია, მივასწრებ. რა? უკვე აქ არის? ჯანდაბა. ვერა და ვერ მივეჩვიე ამას. მართლაც. დღეს ხომ კვირა დღე არის. ამ დღეს ხომ მატარებლის სულ სხვა განრიგია. უკვე დამოვიწყდა კვირის რომელი დღე არის. დილამშვიდობის გამარჯობა. დასვენების დღეებშიც მუშაობ? დიახ, სხვა გზა არ არის. ალბათ იცი იმ ახალ ბედას გამო. რა? იმ ბიჭს გულისხმობ? დედლაინამდე ცოტა ხნით ადრე რომ წავიდა? მთელი მიცი საქმე შენ შეგაწვა? დიახ. შეცდომების გამოსწორებას და დიზაინის ცვლილებას დიდი დრო უნდა. არა მგონია დროში ჩავეტიო, მაგრამ თავადაც ხომ იცი ამ საქმეში ძალიან კარგი ხარ. მაგრამ იმედია უფროსობა დასახმარებლად ვიღაცას გამოგიყო. კადრების გადინება მართლაც რომ ხშირია ჩვენთან. არა მგონია ვინმე გამოუშვან. აქ უკვე საკმაოდ დრო გაატარი, არა, სუზუკი? დიახ, 30 წლის ქვევით კადრებთან შედარებით, მე ყველაზე გამოცდილი ვარ. დროა საქმე შეუდგეთ. შვენიერია, კლასების აღწერილობა დავასრულე და ყველაფერი დავაკომენტარე. ახლა კოდი უნდა შევამოწმო, შეცდომები უნდა გამოვასწორო და დოკუმენტაცია მწყობში უნდა მოვიყვანო. ოღონდ ეს არა, უნდა შეცვალოთ ის, რასაც ამდენი დრო ვეწვალე? სუზუკი. შეიძლება რაღაც კითხო ვორვორდის შესახებ? სატოს დაძახება გინდოდა, არა? ჩვენ ერთ გუნდში 9 წელი გავატარეთ. დროა უკვე ჩემი ნამდვილი სახელი დაიმახსოვრო. საყვედური მივიღე იმის შესახებ, რომ ახალბედებისათვის თამაში დასაწყისში ძნელიაო. ამას რაღაც უნდა მოუხერხოთ. რა შევცვალოთ? რა? მაგრამ გახსოვს რომ გითხარი? მომხმარებლების უმრავლესობა ეგრევე შეწყვიტავენ თამაშს, თუ კი ის ძალიან მარტივი გახდება. კი, მაგრამ შეგვიძლია დავამატოთ ერთჯერადი შელოცვები, რომელთაც ახალი მოთამაშეები მიიღებენ. მაგალითად, ერთი შეიძლება იყოს რუკაზე აღმოჩენა, დანარჩენი 3 კი მიდამოს განადგურება. გასაგებია. ასევე მისიას თუ დაასრულებ ისე, რომ შელოცვას საერთოდ არ გამოიყენებ, სანაცვლოდ განსაკუთრებულ ნივთებს მიიღებ. ამით უკვე გამოცდილი მომხმარებლები დაინტერესდებიან. დრო ცოტა გვაქვს, ამიტომ პირველ ხსენებულზე შევჩერდეთ. სუზუკი, გთხოვ დაამატე, მისი რეალიზება შენზე იყოს. დაიცა. დიახ. ჯერ სხვა საქმე მაქვს. მობილურ MMORPG თამაში შეცდომები უნდა გამოვასწორო. ჩვენც ასევე გამომცემლის ნებართვა უნდა მიიღო. შეცვლის დრო ნამდვილად არ გვაქვს. თუ რამის დამატება გინდა, გამომცემელს უნდა შევუთანხმდეთ. კარგი, ახლავე დავურეკავ. საჭმლის დროა. კვირა დღეს ყველას რომ მართლა მისი საქმე აქვს.
ის რა, დაიკარგა? რატომ ტირი ხარ? დაიკარგე? ჩემი დედიკო. სიტყვებს ვერც კი ვარჩევ. ალბათ პოლიციას უნდა დავურეკო. კარგი. წამოდი პოლიციელი მოვძებნოთ. მანა. დედა. ძალიან შემეშინდა. რა? თქვენ ხართ დედამისი? დიახ, ბოდიშით რომ შეგაწუხეთ. არაფერია, კარგია რომ თავად მოძებნეთ. კიდევ კარგი რომ დამნაშავე არ ვეგონე და პოლიციას არ დაურეკა. დიდი მადლობა. არაფერია. ამ ბავშვის დედა მართლაც რომ ახალგაზრდაა. კარგი, ახლა საქმე უნდა დავასრულო. მაგრამ შემდეგ ეს უნდა შევამოწმო. მართლაც, ამ თამაშს რა ქვია? FFL. გამომშვიდობისა. სახლში მიდიხარ? სახლში 3 დღე არ ვიყავი. ხანდახან უნდა მივიდე, თორემ ცოლი გამიბრაზდება. კარგია რომ ყავს ვიღაც, ვინც შენზე გაბრაზდება. შენ კიდევ ტაბისთან ერთად იმ გოგოებთან დადიხარ? შენ ხომ 29 წლის ხარ, დროა უკვე სერიოზულად იფიქრო. კარგად. ურთიერთობებზე ამბობ? ეგ ხომ შეუძლებელია, როდესაც ყოველდღე დედლაინი გაქვს. უკვე 3 დღე არ დამიბანია. ესეც ასე მშვენიერია. ზადაა. მხოლოდ იმეილის გაგზავნა დამრჩა. სუზუკი, ტესტერებიდან მოხსენება მივიღეთ. რა? უსასრულო ინვენტარის შეცდომა ხომ უკვე გამოვასწორე. შენ FFL-ზე ამბობ, არა? მე გეუბნები Warworld-ის შესახებ. მოხსენება ხომ უკვე გამოგიგზავნე. კარგი. ასეთი სახის შეცდომების გამოსწორება საკმაოდ ძნელია. მათ არ უყვართ ასეთი რამის ხმამაღლად აღიარება, ამიტომაც მეილებს მწერენ. ეხ, არადა როგორ მინდოდა ლანჩი მეჭამა იმ სიმპათიური ოფიციანტების ბარში. როგორც იქნა გავამზადე. დარწმუნებული ვარ, შეცდომები კიდევ არის. მაგრამ ციფრული დისტრიბუცია მათი გამოსწორებისათვის ცოტა დროს კიდევ მომცემს. თითქოს მოთამაშეების საყვედური ყურებშიც კი ჩამესმის, ძალიან დავიღალე. უბრალოდ ამ ერთ იმეილსაც გავუშვებ და შემიძლია დავიძინო. როგორც იქნა დადგა ნანატრი წამიც. შეიძლება ასეთ ადგილას არც უნდა დაიძინო. მაგრამ რას ვიზამთ, ეს არის ჩემი ბედისწერა. სად ვარ? ეს იზმარია? მართლაც, არა მგონი აქ იმუშაოს. რა? რაშია საქმე? მე რა ისევ სკოლის პერიოდს დავუბრუნდი? ნუ თუ ჩემ ბავშვობას სიზმარში ვხედავ. რაც არ უნდა იყოს. ეს ხომ უბრალოდ სიზმარია. ადრე ვხედავდი სიზმრებში, როგორ ვასწორებდი შეცდომებს, როცა დედლაინი კარზე იყო მომდგარი. მაგრამ ახლა ეს სიზმარი ძალიან არ მომწონს. თითქოს Warworld-ს ვთამაშობ. ოღონდ კარგად თუ დავაკვირდები, ეს არის რაღაც საშუალო Warworld-ისა და FFL-ის შორის. ალბათ აქაც უამრავი შეცდომაა.
რა? როგორც ჩანს, ინტერფეისის კონტროლი ჩემი გონების საშუალებით შემიძლია. სატო? ეს ხომ ის სახელია, რომელსაც ტესტირების დროს ყოველთვის ვიყენებდი. დრაკონების სავანე? რუკაზე ხომ ეს ხევია? იქ რა არის? ტერია? რა გავაკეთო? 3 მეტეორის წვიმა და 1 ამოცნობა. ეს ხომ ის იდეაა, რომლითაც ახალბედებს თამაში უნდა გაუადვილო. არჩევანი არ არის. წერტილები ალბათ მტერს აღნიშნავს. ფლიკების ელიტარული ტომი. 50 დონემდე? თან ისინი 300-ნი არიან. მე ხომ აქ მხოლოდ ერთი ვარ. შიშველი ხელებით მათ ვერ გაუკლავდები. აი ისინიც. და საიდან იციან რომ აქ ვარ? ტკივილი თითქოს ნამდვილია. ეს ხომ სიზმარია? ცუდია. ასე ხომ მოუკვდები? ჯანდაბა. ნუ თუ ჯერ არ მუშაობს. ეშმაკსაც წაუგიხარ. ჯანდაბა, შეცდომის გამო უკვდები? ეს რა უაზრო დასასრულია. გამარჯობა, ეს სატოა. მე ვარ ერთ-ერთი კეთილსინდისიერი იაპონელი, შრომელი ჭიანჭველა. მაგრამ ჩემი ცხოვრება არც თუ ისეთი ცუდი იყო, რომ სხვა სამყაროში წასვლა მომდომებოდა. მეგონა რომ ვაკეთებდი რაღაც მნიშვნელოვანს, ამიტომ ძალღონესაც არ ვიშორებდი. ეს შეუძლებელია. ის საკმაოდ შორს იყო, ამიტომ ბოლომდე ვერ დააზიანა. როგორც ჩანს, წავაგე. მაგრამ ეს ხომ თამაშია. მე უნდა ავიღო ხმალი და მას უნდა შევებრძოლო. ой, ტკივნეულია. ძალიან ტკივნეული. მას ძალიან ცოტა სიცოცხლე დარჩა. მაგრამ როგორ უნდა მოვუგო? ძილის კვალობაზე საკმაოდ საშიში იყო. ამ ყველაფერს რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავუსვა წერტილი. მართლაც, გამოსვლის ღილაკი. არა, ვერც გამოსვლას ვახერხებ და ვერც შენახვას. ეს სიზმარი არც თუ ისე ადვილი ყოფილა. ვინაიდან ასეა, მაშინ უბრალოდ თავს უმკურნალებ და სიზმრის დასრულებას დაველოდები. უკვე შეხორცდა? მართლაც, ტკივილმა გადამიარა. ესე იგი, ნუ თუ ამხელა სიცოცხლე მაქვს. დაიცა, მე რა 300 დონეზე ვარ? გასაგებია. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ მეტეორიტების წვიმით მონსტრები გავანადგურე. მაგრამ აი ბოლო მონსტრი კი ჩემი დიდი დონის საშუალებით მოვკალი. ყველა ჩემი პარამეტრი მაქსიმალურ დონეზეა. ახლა კი ჟურნალს გადავხედავ. ეს როგორ? გამოვტოვებ ყველაფერს, რაც ჩემთვის უმნიშვნელოა. აქ წერია ყველაფერი, რაც აქამდე მოხდა. და უნარები? მართლაც რომ უამრავი უნარი მაქვს გახსნილი.
მეტეორიტების წვიმა, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიყენე. ესე იგი, ეს აღნიშნავს იმას, რომ მის გამოყენება შემდგომში ვეღარ შევძლებ, თუ საჭიროა მისი უბრალოდ ახალად გააქტიურება. ეს ხომ უბრალოდ სიზმარია, ყველაფერი ასე რთულად რატომ არის? მაგრამ რა მოხდება კიდევ რო პრობლემის წინაშე აღმოჩნდე? უმჯობესია ეს ახლავე გამოვცადო. თან ეს მაჩვენებს მაქვს თუ არა საკმარისი ენერგია. ახლა კი ვცადოთ. ვფიქრობ ეს დაშორება საკმარისი იქნება. უზარმაზარია, რა გავაკეთო? ეს მაგია ძალიან სახიფათოა. ამას ხშირად მხოლოდ ბოროტმოქმედი გამოიყენებს. უმჯობესია რაღაც უსაფრთხო ავარჩიო. ახლა კი გამოვთავ. დალევა მომინდა. ეს ხომ ინვენტარია? ხვლიკის ტყავიც ნადავლია? წყალი? როგორ უნდა ვიგდო ხელში? გამომივიდა. მაგარია. ასეთ გემრიელ წყალს პირველად ვსინჯავ. ეს ხომ წყლის ულიმიტო მარაგია. არ ვიცი ეს როგორ მუშაობს, მაგრამ ნამდვილად გამოსადეგარია. საინტერესოა. კიდევ რა არის? ვაუ, მართლაც რომ უამრავი ფული მაქვს. როგორ უნდა გამოვიყენო, ნამდვილად არ ვიცი. მაგრამ ამდენი რაოდენობის ფულით ქალაქში არ მგონია პრობლემები შემექმნას. ღვთიური ხმალი და მაგიური იარაღი, თითქოს პატარა კლასებში ვარ და ანიმეს ნივთებს ვაგროვებ. ვაუ. წავედით. მართლაც რომ უამრავი უნარი მაქვს. ალბათ რაც უფრო მეტი დონე მაქვს, მით უფრო მეტი უნარი მიხდება. ჯერჯერობით საბრძოლო უნარებს მაქსიმუმზე ავიყვან. ასე, ხვლიკებთან და სხვა მტრებთან გამკლავება გამიადვილდება. ახლა წავიძინებ და დილით გავაგრძელებ რაღაცის ძებნას. მოსაწყენი იქნება თუ კი ერთ ადგილზე ვიქნები და დაველოდები. ჯერ ამ ციხესიმაგრეს ვესტუმრები. აერი როგორი სუფთაა. ასეთი რამ დიდი ხანი აღარ განმიცდია. არ ვიცი ეს სიზმარი რამდენი ხანი გაგრძელდება, მაგრამ რასაც ახლა ვხედავ, მუდამ მემახსოვრება. კარგია, წავედი. ეს ხომ ის მეომართა ციხეა რუკაზე რომ არის. ამ ქვეყანაში მონარქიაა. ქალაქი სურიუ? როგორც ჩანს ეს ჩემთან ყველაზე ახლო ქალაქია. აქ ჯამში სადღაც 100-მდე ჯარისკაცია. ყველაზე დიდი დონე არის 31, საშუალო დონე კი არის 7. სუსტები არიან. ეს რა არის? ვივერნა? საინტერესოა, სად იმყოფება? დაიცა, არაფერი მტკივა. ალბათ ტკივილი შემავსუბუქებელი უნარის გამო. თუ მაგარი ამტანობის ბრალია. მიიღე. სამას მეათე დონემ მართლაც რომ ძლიერი გამხადა.
ცუდია, ჯარისკაცების მხარეს მიფრინავს. თავი დამნაშავე მგონია. შუბები ჩაარჭეთ მიწაში. მათი საუბარი ჩემთვის გაუგებარია. ჯარისკაცებო, რიგი არ დაარღვიოთ. ვაჩვენოთ მას სირიუს სული. მიდით, შუბები ჩაარჭვეთ მიწაში. ჩარჭობილი შუბები მყარად გეჭიროთ. თუ დაუშვებთ, ვივერნა ახლოს მოვა და შეგჭამთ. შვილდი მზადყოფნაში. დაელოდეთ სანამ არ დაეშვება. ვივერნას ტყავი ძალიან მაგარი აქვს, ამიტომ ისრები დიდ ზიანს ვერ აყენებს. ან შესაძლოა მის დაზიანებას მათი დაბალი დონის გამო ვერ ახერხებენ. ქარბუქი. დეციური ჩაქუჩი. ელვის დარტყმა. ის უახლოვდება. შეაჩერე ზენა, არის. ქარის დარტყმა. შენელებული ვარდნა.